თეონა, რამდენი ხანია რომ აკეთებ სპერმის ანალიზს? დაახლოებით სადღაც 9-10 წელიწადია ვაკეთებ სპერმოგრამებს. და სულ რამდენი გექნება გაკეთებული? დაახლოებით სადღაც 3000-ზე მეტიც იქნება. რაიმე განსაკუთრებული მომზადება არის საჭირო სპერმის ანალიზის ჩასაბარებლად? გარკვეული პირობები უნდა იყოს შესრულებული წინასწარ, სანამ სპერმა ჩაბარდება. პირველ რიგში ეს არის სქესობრივი თავშეკავება, ანუ არ უნდა იყოს სპერმის დაღვრა 3 დღეზე ნაკლები და 5-6 დღეზე მეტი. მეორე ეს არის ალკოჰოლის მიღება წინა დღით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ არ უნდა იყოს პაციენტი, არ უნდა იყოს სტეროიდ ან თუღებულობს პრეპარატებს, აუცილებლად უნდა ეცნობს ექიმს, იმიტომ რომ ამას გავლენას ახდენს ეს ყველაფერი სპერმის ანალიზზე და ანტიბიოტიკები ასევე თუღებულობს ანტიბიოტიკებს არ არის რეკომენდირებული მაგ პერიოდში ანალიზის ჩაბარება. თქვათ ვერ მოდის მამაკაცი ხო, ზოგჯერ ერიდებათ მოსვლა ან რაღაცა. შეიძლება რომ მეუღლე მან სხვა მოიტანოს ეს სპერმა და როგორ უნდა ჩააბაროს მაშინ სახლში, მე რამდენადაც ვიცი, სახლში შეიძლება, ხო ესეა? დიახ, შეიძლება მოიტანოს სახლიდან, მაგრამ არაუგვიანეს 60 წუთის მანძილზე უნდა იყოს ლაბორატორიაში მოტანილი პაციენტის მიერ ან მისი მეუღლის მიერ. იგივე გზით, იგივე წესები, პირობები უნდა იყოს. სპეციალური კონტეინერები არის. იგივე გზით აბარებს პაციენტი სპერმას სახლშიც, რაც პირობები არის მითითებული. ყავს ჩვეულებრივ სპეციალურ კონტეინერში, რომელიც ყველგან იყიდება, თუ არა და ჩვენს ვატარებთ კლინიკიდან პაციენტს ჩასაბარებლად. არაუგვიანეს 60 წუთის მანძილზე უნდა იყოს მოტანილი ლაბორატორიაში. ეხლა გვაჩვენე, სად ხდება სპერმის ჩაბარება. აქვს სპეციალური ოთახი, სადაც ბარდება სპერმოგრამა. აქ არის ყველანაირი პირობების შექმნილი. დიახ, საპირფარეშო არის. დიახ, ჩაბარების შემდეგ პაციენტი ათავსებს კონტეინერს ამ მაგიდაზე და მიდის უკვე გადის ოთახი. ორი კარები არის, ამიტომაც არავინ არ შეუშლით. და რაღაც არა, არანაირი დისკომფორტი. კი ბატონო.